ირაკლი კობახიძის მკაფიო დაპირება, რომელიც არ შესრულებულა. 2024 წლის აგვისტოში აჭარაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე განაცხადა. დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს არის მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება. იგივე დაპირება აჭარის უმაღლეს საბჭოს ხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ ივნისში გააჟღერა. გთხოვთ ნახოთ ვიდეო. მოლოდინი და იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც იქ არის სამშენებლო სამუშაოებს და წლის ბოლოსთვის უკვე სრულად იქნება დასრულებული ეს გზა. რა ხდება სინამდვილეში? შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ანგის ახალციხის საავტომობილო გზის 85-დან 110 კილომეტრამდე მონაკვეთი ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ჯერ კიდევ 2017 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არაერთი ხელშეკრულება გააფორმა. სახელშეკრულებო ვადები რამდენჯერმე განხორციელებდა. ქართული ოცნება მოსახლეობას ყოველ წელს პირდებოდა, რომ სამუშაოები მალე დასრულდებოდა. მაგალითად, ნახოთ კიდევ ერთი ვიდეო, სადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გზის დასრულებას 2023 წლისთვის გვპირდება. და ასევე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები. მთლიანობაში აღნიშნული მონაკვეთის დასრულება ეტაპობრივად დაგეგმილია 2023 წლისათვის. არსებული მდგომარეობით 2025 წლის 3 თებერვალს მიმწოდებელს ობიექტი ჯერაც არ ჩაუბარებია. დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხის გზაზე მონაკვეთის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 35 კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე, ასევე კურორტ ბეშუმის გადასახვევამდე მისვლა შესაძლებელია რეაბილიტირებული გზით. ხოლო გზის დარჩენილი მონაკვეთი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ქართული ოცნების პრემიერის მკაფიო განაცხადი და დაპირება, რომ 2024 წლის ბოლომდე სამუშაოები დასრულებოდა, არ შესრულებულა. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.